მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დინამოს აკადემიის ჰოლანდიელი ხელმძღვანელი ლუკ ნაიხოლდი, რომელთანაც რამდენიმე კითხვა გვექნება, იგი მოგვიყვება აკადემიის შესახებ, აკადემიის მუშაობის სტრუქტურის შესახებ და აკადემიის გუნდების შესახებ. პირველ რიგში წარმოვიდგინეთ საკუთარი თავი, მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ, რა გამოცდილება მიიღეთ დინამომდე და რამდენი ხანია რაც აქ ხართ. ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე ადგილობრივ გუნდში. შემდეგ მოვხვდი ჰარლემში, სადაც 11 წელიწადი გავატარე. 1982 წელს ამ გუნდთან ერთად მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგაც ვითამაშე. ჰარლემის შემდეგ გადავედი ალკმაარში, კასპარეზობა და შემდეგ იყო უტრეხტი. შემდეგ 1 წლის განმავლობაში შვეიცარიაში გამოვდიოდი, მაგრამ არ მომეწონა ის ჩემპიონატი, იქაური თამაშის სტილი და გადავინაცვლე შოტლანდიაში, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი. შოტლანდიაში 3 წელი დავყავი და 91 წელს თასის მფლობელიც გავხდი, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 3 წლის შემდეგ გადავედი ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდ სვინდონ თაუნში, 2 წელი იქ ვასპარეზობდი და აღმოჩნდი ჰოლანდიის ვოლენდამში, სადაც 37 წლის ასაკში დავასრულე საფეხბურთო კარიერა. ერთი შემილია აღნიშნო, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ისეთი მძიმე ტრავმა არასდროს მიმიღია, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან დაინტერესებული ვიყავი ფეხბურთით, ჰოლანდიის საფეხბურთო აკადემიაში დავიწყე მწვრთნელად მუშაობა და 5 წელიწადში ჩვენი აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო გახდა ქვეყანაში. იმ პერიოდში შევხვდი ცნობილ მწვრთნელს ჰოლანდიასა და ევროპაში, კო ადრიანსეს, რომელმაც მთხოვა მას დავხმარებოდი. და მეც 3 წლის განმავლობაში ჰოლანდიის მეორე ლიგის გუნდში ვმუშაობდი მთავარ მწვრთნელად. შემდეგ მან დამირეკა და მკითხა რატომ არ ვაწერდი კონტრაქტს ხელს, მაგრამ მე არ ვიყავი დაინტერესებული, რადგან სხვა პერსპექტივა მქონდა და შემდეგ მასთან ერთად კი აღმოჩნდი ზალცბურგის Red Bull-ში, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ფანტასტიკური გუნდია. ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობა იყო, რაც 1 წელიწადში შევასრულეთ. ამ გუნდთან მხოლოდ 1 წლიანი კონტრაქტი მქონდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც გავიმგზავრე ყატარში. ყატარში 23 წლამდელთა გუნდში დავსაქმია, თითქმის 2 წელიწადი გავატარე. დიდი გამოცდილება მივიღე განსხვავებული კულტურის და რელიგიის მქონე ქვეყანაში, მაგრამ გუნდმა სამწუხაროდ ვერ დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ჩვენთვის გამოდგა, რომ რთული ამოცანა აღმოჩნდა. შემდეგ დამიკავშირდა კიდევ ერთი ძალიან ცნობილი მწვრთნელი, ჰენკ თენ კეიტი, რომელსაც საზოგადოება, რა თქმა უნდა, ჩელსიდან და პანათინაიკოსთან ისნობს და მან შემომთავაზა ჩინეთში წასვლა. იგი ბავშვობიდან მისნობდა როგორც ფეხბურთელს და შემდეგ როგორც მწვრთნელს. ჩვენ 1 წლით წავედით ჩინეთში, სადაც კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შევიძინე. ჩინეთის შემდეგ დაახლოებით 3-4 თვე არ ვმუშაობდი, რა პერიოდშიც დამიკავშირდნენ თბილისიდან და შემომთავაზეს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში მუშაობა. როდესაც აქ ჩამოვედი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმ ყველაფრით, რაც დამხვდა. ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ და მოვლენები კი ძალიან სწრაფად განვითარდა. ჩამოსვლისთანავე გავაანალიზე ყველაფერი და აკადემია 3 ასაკობრივ ნაწილად, ასე ვთქვათ, სახეობად დავყავი. მესამე კატეგორია არის იუნიორების 7-7-ზე, მეორე კატეგორია 9-9-ზე და პირველი კატეგორია 11-11-ზე. ასეთი დაყოფის მიზეზი ის არის, რომ ყველა კატეგორიას განსხვავებული წვრთნა სჭირდება. თამაშიც განსხვავებულია. მაგალითად, ახალგაზრდებს მეტ ტექნიკურობას თხოვ, ვიდრე ტაქტიკურ თამაშს და საჭიროა კოორდინაცია. მეორე რაც გავაკეთე, სწორედ კოორდინაციას ეხება. ჩვენ გვყავს ტაქტიკის კოორდინატორი, სკაუტების კოორდინატორი, მეკარეების კოორდინატორი და სკოლის კოორდინატორი. ამგვარად, ჩემთვის უფრო იოლია მათთან მუშაობა და დავალებების მიცემა. სამწუხაროდ, სკოლის გუნდები შეიკვეცა, ასე რომ ერთით ნაკლები კოორდინატორი ყავს. ჩვენი ფილოსოფია უფრო ევროპულია და ცოტათი განსხვავდება ქართულისგან. აქ მხოლოდ მე არ ვაკეთებ საქმეს. ყავს ძალიან დიდი გუნდი და ყველა მნიშვნელოვანია. იგივე მზარეული ქალბატონებით დაწყებული, დამლაგებლებით, სპორტული მოედნის მომლელებით, ავტობუსის მძღოლით, სამზარეულოს მენეჯერით, ექიმებით და ფიზიოთერაპევტებით დამთავრებული. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ყოველდღიურად ვიზრდებით და ვაშენებთ უკეთეს მომავალს. 1 წლის თავზე გავაკეთეთ გაწეული სამუშაოს ანალიზი. მათ შორის ძალიან კარგია, რომ ვარჯიშებში ასევე დავამატეთ მასტერკლასები, რომლებიც საბოლოოდ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მასტერკლასების ფარგლებში თითოეული გუნდიდან ვირჩევთ 3 ყველაზე კარგ ფეხბურთელს და კვირაში 2-ჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, დილაობით სკოლაში წასვლამდე ისინი ვარჯიშობენ საკუთარი პოზიციებზე და საკუთარი შესაძლებლობების
უფრო მეტად წარმოსაჩინოთ. თავდაპირველად მწვრთნელი ცოტა დაბნეული იყო, მაგრამ ჩვენ ყველა დავეხმარეთ მას. გარდა ამისა, ყველა სესიის შემდეგ ვაკეთებთ ანალიზს. რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა და რა უნდა გამოსწორდეს. პროგრამა წარმატებულია და ჩვენ მას გავაგრძელებთ, რადგან მიმაჩნია, რომ ინდივიდუალური ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ასევე მოვიყვანეთ ფიზმომზადების კოორდინატორი სერბეთიდან მირკო, რადგან ჩვენი ანალიზის მიხედვით ქართველებს ევროპული მოთამაშეებისგან განსხვავებით ნაკლებად აქვთ ფიზმომზადების და კოორდინაციის უნარი განვითარებული. მირკომ მუშაობა დაიწყო ზუსტად ამ პრობლემების აღმოფხვრაზე. ასევე ყავს ტექნიკის მწვრთნელი, რომელიც ტექნიკურად ავარჯიშებს, როგორც პატარა, ასევე დიდ ფეხბურთელებს. აშკარაა, რომ პატარა ფეხბურთელები ძალიან სწრაფად ითვისებენ მოძრაობებს. ეს პროგრამაც ძალიან წარმატებული გამოდგა. ჩემი აზრით, ევროპაში თამაშის ინტენსიურობა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და ნელ-ნელა ამაზეც ვმუშაობთ. ვცდილობთ ჩემ მწვრთნელებს ფეხბურთის მნიშვნელოვანი ასპექტები მივაწოდო. ფეხბურთში არის 4 ძირითადი საფეხბურთო მომენტი. ესენია პოზიციური თამაში ბურთის ფლობის დროს, პოზიციური თამაში უბურთო თამაშის დროს, გადასვლა დაცვიდან შეტევაში და გადასვლა შეტევიდან დაცვაში. პროგრესი ძალიან დიდია და ვამაყობ ამით. ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან ახლოს არიან ევროპულ ფეხბურთთან. თუ გავაანალიზებთ 9, 10, 11 და 12 წლამდელთა გუნდები სწლევანდელ თამაშს, ისინი თამაშობენ ძალიან კარგ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს, ასე რომ საკმაოდ კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება 17 და 19 წლამდელთა გუნდებს, ეს უკვე განვითარების სხვა ეტაპია. გვიანბე ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების უპირატესობებზე ევროპელ მოთამაშეებთან შედარებით. როდესაც აქ ჩამოვედი, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ესეთი სპეციფიკური ფილოსოფიის პრეზენტაცია, იგივე PITS, საიდანაც P ნიშნავს ინდივიდუალურობას, I ინტელექტს, T ტექნიკას და S სისწრაფეს. ჩვენი ფილოსოფიის მიხედვით, ეს პირველი ინდივიდუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ფეხბურთელს ინდივიდუალურობა არ გააჩნია, რამდენიც არ უნდა ივარჯიშოს, წარმატებას დიდად ვერ მიაღწევს და მხოლოდ დროს დაკარგავს. ის რაც ძალიან მომწონს საქართველოში არის, რომ პატარა ბავშვებს ძალიან აქვთ გამჯდარი მონდომება. არ მომწონს მათი მხრიდან ბურთის ზედმეტად ტარება და გადაადგილებების ნაკლებობა. ევროპაში ბურთის გარეშე სულ მოძრაობს ფეხბურთელი. აქ კი უმოძრაოდ დგანა, როდესაც კარგავენ ბურთს. ჩვენ ამ ყველაფერს ვასწავლით და სწორედ ამიტომ გავამახვილეთ ყურადღება ამ 4 ძირითად საფეხბურთო მომენტის მნიშვნელობაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უთხრა ბავშვებს თუ რა უნდა გამოასწორონ, რაზე უნდა იშრომონ. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ შეფასებას სულ მცირე წელიწადში 3-ჯერ. შეფასების დროს მათ მიუთითებთ შეცდომებზე, მაგრამ ამავდროულად ყურადღებას პოზიტიურ მომენტებზე და შექეფაზეც ვამახვილებთ. შემდეგი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის განვითარება, რაც ყოველთვის შედეგზე მაღლა დგას. ასე რომ ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციო ტალანტს. მე ვაკვირდები ფეხბურთელის თამაშის ხარისხს და არა მის ასაკს. წელს რამდენიმე შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ფეხბურთელები დაბალასაკობრივ გუნდში თამაშობდნენ და გადავიყვანეთ ისინი უფრო დიდ გუნდებში. 2 ფეხბურთელი 2 წლით უფროს მოთამაშეებთან ერთად თამაშობს. რა თქმა უნდა, საჭიროა სპეციალური პროგრამა, რადგან ჩვენ მოთამაშის დახმარება გსურს და არა მისი განადგურება. წელს ახალი ეტაპები გვაქვს გასავლელი, როგორც იცით, აღარ გვაქვს სკოლა, ასე რომ მწვრთნელებს მეტ დავალებას მივცემთ. ჩავატარებთ სემინარებს მწვრთნელების განათლების დონის ასამაღლებლად და მათ დასახმარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდახმარება. ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს აკადემიისთვის და მთელი ძალისხმევა და ენერგია ამ პროექტში უნდა ჩავდოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელთა წვრთნეს 3-5 წლიანი პროგრამის მთავარი მიზანი ყოველ წელს მინიმუმ 1 ფეხბურთელის გადასვლა არის მთავარ გუნდში. საჭიროა მოთმინება, მაგრამ მოთმინება ფეხბურთში ძალიან უცნაური სიტყვაა, რადგან იგი არავის გააჩნია. მთავარ გუნდს არ შეუძლია მოთმენა და ძალიან სწრაფად უნდა მიაღწიოს შედეგს, მაგრამ აკადემიაში სულ სხვაგვარადაა. საჭიროა მოთმინება ტალანტთან, მოთამაშეებთან, ყველა ფეხბურთელი სხვადასხვაგვარად ვითარდება ასაკობრივად, გონებრივად და ფიზიკურად. კიდევ ერთი რამ, რის გამოსწორებასაც ვცდილობ, არის მენტალობა და დისციპლინა. ჩემი თავიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ არ მქონოდა დისციპლინა, ვერასოდეს გავხდებოდი პროფესიონალი ფეხბურთელი და ვერაფერს მივაღწევდი კარიერაში. თუ მაგალითად 6-ჯერ ვარჯიშობ, აქედან 5-ჯერ აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ერთხელ შეიძლება რომ ნაკლებად დაეტვირთო. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და საკუთარ შანსს ველოდი. ყოველთვის ვამბობ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ 1-2 შანსი აძლევა ადამიანს და მას აუცილებლად 2 ხელით უნდა ჩაეჭიდო. ბევრმა ჩემზე უკეთესმა ფეხბურთელმა ვერ მიაღწია იმდეს, რამდენსაც მე. რისი მიზეზით? დისციპლინა, მენტალობა და ნაკლები ინტერესი. მიმაჩნია, რომ თუ ნიჭი გაქვს
ღმერთს ამისთვის მადლობა უნდა უთხრა და გამოიყენო ის. სხვა შემთხვევაში სულელი ხარ. მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იყენებს სამწუხაროდ საკუთარ ნიჭს. ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურობა. თუ ამ მხრივ პრობლემაა, მაშინ უკან მიდიხარ და ყველაფერი მთავრდება. ხოლო თუ ინდივიდუალურობა მაღალ დონეზეა განვითარებული, მაქსიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობას და დიდი შანსი გაქვს გახდეთ წარმატებული. თქვენ აღნიშნეთ, რომ აკადემიის მთავარი მიზანი პირველი გუნდისთვის ფეხბურთელების მომზადებაა. რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე 17 წლამდელ და 19 წლამდელ იგივე დუბლების გუნდებში? ჩვენ გავაანალიზეთ ეს საკითხი. 15 წლამდელთა და 17 წლამდელთა გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. წარმოვიდგინეთ უფრო დიდი ვიდრე 17 წლამდელთა და 19 წლამდელ ფეხბურთელებს შორის. ამიტომ ვაპირებთ რომ გავაკეთოთ 16 წლამდელთა გუნდი, რომელსაც მე და ჩემი ასისტენტი გიორგი თავად ვუხელმძღვანელებთ. ამ ასაკში მენტალიტეტი ცოტა განსხვავებულია და ჩვენ გსურს მათთვის კარგი დისციპლინის და განათლების მიცემა, რათა მოვამზადოთ შემდეგი ეტაპისთვის. მიგვაჩნია რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამგვარად ვავსებთ ზუსტად იმ სიცარიელეს. გუნდი ითამაშებს 17 წლამდელთა ჩემპიონატში. ასე ნელ-ნელა გაიზრდებიან ფეხბურთელები. ეს არის ახალი ფილოსოფია და მოუთმენლად ველოდები ვარჯიშების დაწყებას, რადგან როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვარჯიშები და მე საერთოდ მომწონს ეს საქმიანობა. მართალია ძალიან დაკავებული ვიქნები, მაგრამ სიამოვნებით გავწევ ამ სამუშაოს. ჩვენი 19 წლამდელთა გუნდი გერმანიაში ითამაშებს. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ გუნდზე და ამ ტურნირზე? შარშან ჩვენ რურის თასის გამარჯვებულები გავხდით და ამით ბევრი გავაუცეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ, მართალია, იყო მცირედ შეცდომებიც, მაგრამ ამასთან ერთად იყო გამართლებაც. და წელს უკვე განსხვავებული სტატუსი გვაქვს ამ ტურნირზე, როგორც გასული წლის გამარჯვებულებს. ჩემი აზრით, ამ ასაკობრივ გუნდში მთავარი გამოცდილებაა 17 წლამდელები და 19 წლამდელები საერთაშორისო ტურნირებზე უნდა გამოდიოდნენ, რათა გაეცნონ განსხვავებულ ქვეყანას, განსხვავებულ თამაშის სტილს, ოპონენტებს. რურის თასზე ყველაზე ძლიერი მეტოქეები არიან შეკრებილები, მაგივე ბენფიკა, პორტუ, დორტმუნდი, ბარსელონა, ბოხუმი. ბარსელონასთან თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ შევესწრებით ყველანაირად, რომ დავიცვათ შარშან მოგებული ტიტული. ტურნირამდე სპეციალური ერთთვიანი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. შეგიძლიათ შეადაროს შაშანდელი და წლევანდელი გუნდები ერთმანეთს. რა განსხვავებაა მათ შორის? წელს ჩვენ უფრო ახალგაზრდული გუნდი გვყავს. 5-6 მომთამაშემ შარშანაც იასპარეზა ამ ტურნირზე და ასე ვთქვათ გამოცდილებაც აქვთ. ჩემი აზრით ამჟამინდელი გუნდი უფრო მეტ გოლს გაიტანს, რადგან უფრო კრეატიულია. ნაკლებად თამაშობს დაცვით ფეხბურთს. ეს ჩვენი ფილოსოფიაა, რადგან გვიყვარს შეტევა. ვემზადებით ასევე პენალტებს. რადგან შარშან იყო პენალტების სერიაც. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამას სამხარაძე ავარჯიშებს ფეხბურთელებს და მეც ვეხმარები მათ. თუ შევადარებთ გასულ წელს, ჩვენ 3 საერთაშორისო ტურნირი მოვიგეთ 15, 17 და 19 წლამდელებში და ყველა შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგად ვემზადებოდით. ერთთვიანი მოსამზადებელი პროგრამა მინიმალური დავალება არის ტურნირის წინ. რაც შეეხება ახალგაზრდა გუნდებს, მათაც მოიგეს საერთაშორისო ტურნირები. გასული წელი საერთო ჯამში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. პატარა ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა ითამაშონ მხოლოდ გამარჯვებისთვის და როცა თამაშობ, უნდა ითამაშო მთელი გულით და მონდომებით. შედარებით დიდ გუნდებს 17 და 19 წლამდელებს, რა თქმა უნდა, უფრო მეც ვთხოვთ, ყოველწლიურად იზრდებიან და ვითარდებიან ტაქტიკურად. გარდა ბავშვებისა და ახალგაზრდებისა, ყოველდღიურად თქვენ მწვრთნელებთანაც მუშაობთ. რა შეგიძლიათ გითხრათ მათ შესახებ? მე გახსნილი ადამიანი ვარ და პირდაპირ ვურთიერთობ ყველასთან. მათ პირდაპირ ვეუბნები, რა გააკეთეს სწორად და რა არა. მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია, ამიტომ 12-14 მწვრთნელი ყოველთვის ჩართულია მასტერკლასში. მე და გიორგი მუდმივად ვაკვირდებით მათ და ვინიშნავთ ყველაფერს. ჩვენ მათ დაფაზე ვუხსნით დავალებას და ვუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას. ვეკითხებით საკუთარ აზრს, ვეუბნებით თუ რა უნდა გამოასწორონ. ეს დისკუსიები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. თავდაპირველად ეს ახალი იყო მათთვის. ვაძლევდით კონკრეტულ დავალებებს. ვუხსნიდით საკუთარ შეცდომებს. მაგალითად, გასულ წელს თავად ადგენდნენ დავალებას და შემდეგ მე ვამოწმებდი. წელს კი ვინაიდან ოდნავ მეტი დრო გვაქვს, კვირის განმავლობაში მე მივცემ მათ დავალებებს. ასევე მნიშვნელოვანია სემინარები მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მნიშვნელოვანია მწვრთნელის მიერ თამაშის ტაქტიკის გაანალიზება. თქვენ გიყვართ ცვლილებების განხორციელება. შარშან 13, 15, 17 წლამდელთა მწვრთნელების ცვლილება განახორციელეთ სეზონის მეორე ნახევარში. რა იყო ამ ცვლილებების მიზეზი?
ქართულ და ევროპულ მენტალიტეტს შორის დიდი განსხვავებაა. მე ვუთხარი მათ, რომ ეს არ არის დაქვეითება და არც დაწინაურება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის კომპონენტები, რომლებიც ნიჭიერ ფეხბურთელებს დაეხმარება. ჩემი აზრით, კარგია წლის განმავლობაში მწვრთნელის ცვლილება, რადგან ფეხბურთელი ყველასგან სწავლობს და როცა ერთი და იგივე მწვრთნელი ყავს გუნდს, ერთი წლის ან 7 თვის განმავლობაში ფეხბურთელებმა იციან უკვე მისი რეაქცია ამ თუ იმ საკითხზე. მთავარი იდეა იყო ცვლილება, ახალი კომბინაციების გაკეთება, ახალი მწვრთნელები, ახალი ასისტენტები. წელს ბევრი ცვლილება არ იქნება. ერთი რამ, რასაც განვახორციელებთ, იქნება, რომ 17 წლამდელთა და 15 წლამდელთა მწვრთნელები ერთმანეთს ასისტენტობას გაუწევენ და დაეხმარებიან. ასევე რომ არ იქნება იერარქიული ცვლილებები. ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთელების დონის ასამაღლებლად და მათ დასახმარებლად კეთდება. ეს ევროპული მოდელია. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო აიაქსი, რომელიც ყოველ 6 კვირაში ცვლის მწვრთნელს. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან ბევრია, მაგრამ სამომავლოდ შესაძლებელია. საქართველოში განსხვავებული მენტალობაა და მწვრთნელების რეაქცია თავდაპირველად სხვაგვარი იყო, როდესაც დიდი გუნდიდან 8 წლამდელთა გუნდში გადავიყვანეთ. მაგრამ მე მათ აუხსენდი, რომ ეს არც ჩამოქვეითებაა და არც დაწინაურება. ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელთა კეთილდღეობისთვის კეთდება. რა შეგიძლიათ გითხრათ ახალ სეზონთან დაკავშირებით? როგორია თქვენი გეგმები ჭაბუკთა ლიგაში, ელიტ ლიგაში და რას ელოდებით ახალი სეზონისგან? ახალი სეზონის დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ფეხბურთელები ბრუნდებიან არდადეგებიდან, მაგრამ ჩვენთვის და მწვრთნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შექმნა სწრაფად და ხარისხიანად. ყოველთვის სასიამოვნოა ახალი სახეების ხილვა, მნიშვნელოვანია სელექციის პროცესი. მე შევცვალე სელექციის სისტემა, ჩვენ მხოლოდ ერთი სკაუტი ყავდა აქამდე. მაგალითად, ჰოლანდიაში აკადემიაში 20 სკაუტი მუშაობს, აქ კი მხოლოდ ერთი ასრულებდა სამუშაოს. ახლა გავაფართოვეთ სელექციის სისტემა, რაც უფრო კარგი სკაუტები გვეყოლება, მით მეტი კარგი ფეხბურთელი მოვა. ბევრი ფეხბურთელი სინჯებზე დავიწუნეთ. ახალი სისტემის შედეგად სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების 70-80%-ს დარჩენის შანსი გაუჩნდება. ამ კუთხით უფრო პროდუქტულად ვიმუშავებთ. სელექციის პროცესი პირამიდას გავს, თავდაპირველად ბევრი მოთამაშე ისინჯება. ბოლოს კი რამდენიმე რჩება. მაგალითისთვის 19 წლამდელთა გუნდში ბოლოსკენ 2-3 ფეხბურთელი თუ აღწევ. 17 წლამდელთა გუნდში მაქსიმუმ 4, 16 წლამდელებში შეიძლება 4-5 და ასე შემდეგ. ასევე შევცვალეთ აკადემიაში ცხოვრების წესიც. ფეხბურთელი 13 წლის უნდა იყოს მინიმუმ. ჩვენთან რომ ცხოვრობდეს აკადემიაში. ჩვენ გქონდა ბევრი მაგალითი იმის თუ რა კარგად თამაშობენ 8-9 წლამდელთა გუნდში, შემდეგ კი ასაკთან ერთად იკარგებოდა თამაშის ხარისხი. ჩვენი მთავარი მიზანი ნიჭის განვითარებაა. ვეძებთ ტალანტებს და ვეხმარებით მათ განვითარებაში. თუ ჩემპიონატში თამაშობ, აუცილებლად უნდა გახდეთ ჩემპიონი. წელს ამ კუთხითაც წარმატებას მივაღწიეთ. 10, 11, 12, 14 და 15 წლამდელთა გუნდებმა ჩემპიონობა მოიპოვეს. 17 წლამდელთა გუნდს კი მხოლოდ 2 ქულად დააყდა პირველ ადგილამდე, რაც ძალიან სამწუხაროა. 2 ფეხბურთელი გადავიდა პირველ გუნდში. ეს კი დიდი წარმატებაა. ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ და ვასრულებთ ჩვენს დავალებებს ამასთან დაკავშირებით. იგივე ვოლკოვმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა საქართველოს თასის ფინალსა და ნახევარფინალში და ყველა ამაყობს მისით. მაგრამ ეს უკვე წარსულია. ვოლკოვი მთავარ გუნდში გადავიდა, ჩვენ კი უნდა ჩვენს მომავალზე ვიფიქროთ. მინდა კითხოთ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის შესახებ. რომელი ასაკობრივი გუნდი იღებს მონაწილეობას ამ ტურნირზე და რა არის სამომავლო გეგმები? ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ამასთან დაკავშირებით ნათელი სიტუაცია არ იყო. ყოველწლიურად იცვლება წესები და წელს გამოდის, რომ საბურთალო იასპარეზებს ამ ტურნირზე. უახლოესი მონაცემებით 17 წლამდელთა ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული მიიღებს მომავალ წელს ამ საგზურს. განსხვავებულია დავალება და შედეგები 17 და 19 წლამდელთა გუნდებს შორის. ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის არის განსხვავება ასევე ორგანიზებულობაშიც. ევროპაში ესეთი ცვლილებების შესახებ მინიმუმ 1 თვით ადრე ვიცით. მნიშვნელოვანია, როგორ მოდიან დღემდე ფეხბურთელები და მწვრთნელები. საჭიროა ბევრი მუშაობა. თუ ხარ ენთუზიაზმით სავსე და ყოველდღიურად აუმჯობესებ შედეგს, ესე იგი სწორ გზას ადგახარ. ეს ეხება როგორც მწვრთნელებს, ისე ფეხბურთელებს. players.